ჩემ ბავშვობაში რაღაცა ეზო, ხეზე აძრომა, ფეხბურთის თამაში ეზოში რაღაცა დღეს ესეთი რაღაცეები იშვიათად ხდება და ვერ წარმოიდგენ როგორი დასუსტებული ბავშვები მოდი. რაც უფრო აი ამ ბუნებასთან და ბუნებრიობასთან ექნებათ კავშირი, ამათ მით უფრო გაუადვილდებათ ჯანმრთელობის კუთხითაც და მენტალური ჯანმრთელობის კუთხითაც მდგომარეობა. დღეს გვაქვს ფიზიკური ვარჯიშების დღე, ნიშნავს, რომ ეს პატარები აკეთებენ ცხოველების სავარჯიშოებს, ანუ იმიტაციას აკეთებენ ცხოველების. შენ რომელი ცხოველი ხარ? პინგვინი? ხო. შენ რომელი ცხოველი ხარ? ლომი. ლომი ხარ? შენ? ნიანგი. ნიანგი? არა, შენ უფრო პანდა ხარ. არა, ნიანგი ვარ. ნიანგი ხარ? მოსწონს თან, ხო, აშკარად რა შეხედა. ძალიან. იმდენად მოსწონს აქ ყოფნა და იმდენად გრძნობს ჩემს პატივისცემას. მე ესე არ უკეთებ. რაღაცა ესე არ ვეუბნები, არ ველაპარაკები. აი, როგორც ახლა მე და შენ ვსაუბრობთ, ესე ველაპარაკები იმედაც რა. იგრძნობა პატივისცემაც. რაღაცა ერთ იმაში ვართ რა, მეც პატარა ვხდები, თან ისინი დიდები ხდებიან და შენს მაგალითებზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რაღაცა რა. ძირითადი მასაზრდოებელი არის ჩემი მაგალითები პირადი ან ჩემი მეგობრების, რომ ამ ბავშვებამდე მივიტანო და ამ რეალურ შეგრძნებებსაც ისინი გრძნობენ და ხვდებიან რომ არ ატყუებ.